დგა მივდივართ ესეთ სიტუაციაში ტელეფონი მიგო ერო ნიშანი ივიდა და მოყე მოკლედ მიგვაქვს ხა შემდეგ ეტაპზე ვართ მანქანაში შესაღებად ემზადება და ჩვენც ვემზადებით რომ მანქანა მოვამზადოთ შესაღებად შესაბამისად ბამპერები უნდა წავიღოთ კარნიზები უნდა წავიღოთ ყველაფერი ნელ-ნელა ერთ ადგილას შევკრათ სადაც საჭირო არის ეს რომ ვიმოძრავთ შეღებვისკენ და იმედი მაქვს რომ ისეთი გამოვა როგორც გულით მინდა რომ გამოვიდეს იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას ვდებთ ამ მანქანაში ენერგიას თანხას და ასე შემდეგ რომ ვიზუალურად როგორც მინიმუმ და შიგნიდანაც ისეთ მდგომარეობაში იყოს როგორც ჩვენს გულს გაუხარდება და მე თავის მომავალ მიპატრონებსაც დავნახოთ როგორ გამოიყურება ესე არ მინახავს ჯერ ფარები ძალიან მომწონს რა ლამაზდება კაპოტი გვაკლია და კაპოტსაც მოვაგდებთ ეს მანქანა მომწონს ვაუ ნახე ბიჭო, ასე გვიმალავდა ეს. რამე გვაჭა მე. გვაჭა მე და არ დავდება ამას. დადე. კაი. ამას რო საქმეები დადე. აი ცუც კამერა. სხვანაირად როგორ დაგიკია შენ უკეთებ მანქანას სალონის წინ. რა ბიჭო? აი რა ბიჭო? კარი მოხურე. ჩუჩკული. შეჭე. სხვანაირად ვერ ჩავატევით ხო გეუბნები 47 ზომა. ისედაც რო არ გუჭამეთ ხასიათი. აუზე მე ფავნურიტია. ცუხუის ხასიათი. ბიჭო. Čo დაგერხება თო? აი, ხო გიყი. რა მიყიდი, ხით ვარ შუაშია. CS-ის კაპოტი უნდა დავითრიოთ. ეხლა ზუსტად მაღაზიაზე მივდივართ. გადავინაცვლეთ სერგოს C-Max-ში, სერგო აქ არ არის, მივდივართ კაპოტის მოსატანად. როგორც გითხარით, M5 CS-ის კაპოტი გვინდა, ვიზუალურად ლამაზი არის, თვითონ მანქანას CS-ზე არ ვაწყობთ, მაგრამ რა ვიცი, კაპოტი მომწონს მოკლედ და დავაყენებთ მაგ კაპოტს. ეხლა შევალთ თანხას გამოვიტანთ და მივალთ სრულ მზადყოფნაში კაპოტის წამოსვლა. გავუქმდა CS-ის კაპოტი, გავუქმდა.
არ არის CS-ის კაპოტი. თურმე M-ის კაპოტი იყო და M-ის კაპოტი არ მინდა იყოს ეყენოს რაც აქვს და ან შევღებავთ ან გამოვასწორებთ ცივად. ცივად გასწორება მეზარება შესაბამისად უფრო შეღებვისკენ ვიხლებით, რადგან მაინც იღებება მთელი მანქანა თითქმის და კაპოტი რა კოჭია. შევღებოთ კაპოტიც. მომენტ ატრაბიჯო ის. Тарраки. Ხიხენია ჩანს. აი ესე გამოიყურება ჩვენი პაციენტი. ვერად მომენტს აი. თან მომღავეთ და ვეცდებით რომ ცოტა უფრო ლამაზი კონტენტი შევთავაზოთ და მაგისთვის არ ხმდა გამოიწეროთ რომ არ გამოგჩეთ ის ვიდეოები. ძლივს გავიდა რამდენიმე დღე კიდე ზევიდან და ეხლა მივიდივართ ჩვენი მანქანის ამოსაყვანად, ოღონდ ჯერ მზად არ არის, ჯერ თლად ეგრე კარგადაც არ არის საქმე. მივიდივართ რომ ამოვიყვანოთ დისკები, მოვამზადოთ იმისთვის რომ შავად შევღებოთ. ცოტა გვირთულებს ეგ დისკების ამბავი გზას, მაგრამ რას ვიზავთ არა უშავს ვიზუალურად ცოტა უფრო ლამაზი გამოვა. მოკლედ რა ვიცი, აი ასე გამოიყურება ახალობა. მანქანა სრულად დაშლილი არის გარედან. არც ფარები მაქვს, არც სარკე მაქვს, მარჯვენა შეგრძნებებით და წინასწარმეტყველებით მიწევს სიარული. რა ვიცი, თან თითებით ვარიშნებ, სად მივიდივარ, სად მოხვევ და თან ფარები, ანუ სტოპებით საბარგულში გდია, საბარგულს ქეჩა არ აქვს და ვცდილობ რომ არ გავუტეხო არაფერი და არ დავაზიანო. მოკლედ ეს დისკები როგორც გითხარით, გვირთულებს ცხოვრებას რა და ხვალ მთელი ერთი დღე გვექნება იმისთვის, რომ მოვამზადოთ ეს დისკები შესაძლებელი. დავშაბათს უკვე მოვიყვანოთ მანქანა სერგოს მანქანის დისკებით და ეს დისკები ცალკე მოვიტანოთ, რომ მარტივად შეიღებოს შესაბამისად. ეხლა კიდე წავედით, მე ვეცდები რომ მაქსიმალური ყურადღებით მივიდეს ახლამდე. არავის არაფერი დაუზიანო და არც მე გავიგრძელო კიდევ გზა მანქანის აღდგენისკენ. უკვე მაწუხებს ამ მანქანის აი ასე დანახვა, მაგრამ გულის სიღრმეში მიხარია რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი ფინიშისკენ მიდის. საინტერესო ისტორია ზოგადად, როდესაც მანქანას აწყობ რა და თან რო ქსიამოვნებს ეს მანქანა მომწონს ვიზუალურად, მომწონს რასაც ვაკეთებთ, მომწონს რა გზაზეც ვდგავართ. ნელ-ნელა ზევით და ზევით ავდივართ და ანუ სიამოვნებს რომ ამ საქმით ვართ დაკავებული და აი ამ მანქანებს ვკიდებთ ხელს და იმედი მაქვს რომ თქვენი გულის დგომით სულ უფრო ზევით და ზევით და უფრო დიდი მოტივაციით ვეცდებით რომ გაჩვენოთ ჩვენი ყოველივე გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სამიზნე მანქანებისკენ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდში ხართ. დავბრუნდით სახლში, მივედით მშვიდობით. აი ასე გამოიყურება ჩვენი მანქანა. ჯერჯერობით მთლად ლამაზ და საამაყო ვიზუალზე არ არის, მაგრამ მაგეთკენ მიდის ძალიან თავდაჯერებულად, რაც ძალიან მახარებს და შეუძლებელია რომ არ მახარებდეს ეს ამბავი. მომწონს აქაურობას აკლდა აი ასეთი ტიპის მანქანები და ვეცდებით რომ სულ მეტი და მეტი იყოს. I get those goosebumps every time. I need the hype. Throw that to the side. I get those goosebumps every time. Yeah, when you ride around, when you throw that to the side. I get those goosebumps every time. What let me say more about it ვიღაც მანქანიდან. ყველაფერი კარგად არის, იმ ხელას კამია რომ თითქმის ორივე ვეტევით. დასასვლელი დივანი. მე პროსტა ისა ნახევრად პანჯარაში ვარ და აი ეს. ეხა ყველაზე მაგარი ის იქნება რომ გადახრეტა იყოს სხვა. რემენი გაიგეთეთ. სხვა გადახრეტა არა. ყველად მოხსენეთ იმ მანქანას დისკები, იმიტომ რომ BMW-ს რომელსაც ინტერნეტში უწერია ერთი და იგივე გადახრეტა, თურმე სხვანაირი გადახრეტა აქვს. არ ვიცი.
გავიდა კიდე რამდენიმე დღე ჩვენს BMW-ზე ჩავდივართ ახლა ბამპერები არის შეღებილი სულ რაღაც რამდენიმე დღე გადარჩა იმისთვის რომ მანქანაც შეღებილი დაგხვდეს და უკვე ავაწყოთ ეგ მანქანა და ვიზუალურად დავინახო როგორი გამოდის და რას ვაკეთებდით ზოგადად ამ მთელი დროის მანძილზე ეხლა სერგოს ველოდებით ჩავალთ ბამპერებს შევაგდებთ აი ამ მანქანაში და წამოვიღებთ გარაჟში დავალაგებთ ლამაზად დაელოდება თავის დაყენების რიგს ეხლა სანამ შეღებავენ დაგვირეკეს, გითხრეს მოდით, ბოლოჯერ ნახეთო, ესეთ მდგომარეობაში აღარ იქნება ეს მანქანა. და ეხლა მივდივართ რომ ვნახოთ. ძალიან მაინტერესებს როგორი შედეგი იქნება, იმიტომ რომ დღეს უნდა დააცხან საღებავი, ხვალ უკვე მზად იქნება, შეღებილი იქნება ეს მანქანა, სულ რაღაც რამდენიმე დღე გვაშორებს საბოლოო შედეგისგან. საბოლოო ჯამში ხარ შეიძლება ითქვას რომ პროექტის ნახევარში ვართ სადღაც და ძალიან მომწონს რა. უკვე მომენატრა მანქანა, იმიტომ რომ სადღაც აყენია 10-12 დღე გავიდა რა, ალბათ სადღაც. მოკლედ გულის მიუდექით ამ პროექტს, აი ესეთ პროექტებს ძალიან მინდა რომ ჩავეჭიდოთ ასე ვთქვა და წამოვიყვანოთ, იმიტომ რომ მაინტერესებს ესეთი ტიპის მანქანები, ბიჭებსაც ძალიან აინტერესებს და მოწონთ. მაგიტომაც გვყავს ახლა ეს C-კლასიც, სერგოს BMW-ც, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ნაცრისფერი მანქანებისგან განსხვავებული, ცოტა უფრო ემოციურად კავშირი დასთანაც გვაქვს ეგეთი მანქანებიც წამოვიყვანოთ. და მაგისთვის ძალიან გჭირდება თქვენი გვერდში დგომა და ლაიქება, გაზიარება ვიდეოს, არხის გამოწერა იგივე, იმიტომ რომ სპონსორს ვეძებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ, კიდევ უფრო საინტერესო მანქანები წამოვიყვანოთ და მოკლედ გაჩვენოთ როგორ ვაწყობთ, რა ისტორიები გვემთხვევა თავს და ასე შემდეგ. შესაბამისად, უნდა გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, ისედაც გვერდში გვიდგა ხართ და მეგობრებიც წამოიყვანეთ, მეგობრებიც გვერდში დავიყენოთ. ჩვენ კიდე წავედით ახლა და ვნახოთ ჩვენ G30 როგორ არის. შეგი მოვედით მანქანასთან. კოდით 100-ია. კოდით 100-ია. წინასწარ შესამოწმებლად რამე ცუდად თუ გრძნობს თავს სადმე რომ ამოყოს თავი. მანქანა შავია როგორც მინდა, ეგ უკვე ნახავს. ლამაზად გამოდის. სხვათა შორის ესეთი ამბებია. თეთრი Mercedes-ით მოვედით შავი BMW-ს სანახავად. ოპა. მაგრამ მართლა ლამაზი მანქანა არის. $500. 700 დაგვიზნე. ბიჭო, ძმაკაცები ესეთები უნდა იყვნენ რა. თეთრი Mercedes-ი, შავი BMW. $500. შეგვიხიანეთ. არ გაგაკეთებინა. აი ესე გამოიყურება ჩვენი BMW ჯერჯერობით. იმედი მაქვს რამდენიმე დღეში უკვე ჩვენს ხელში იქნება. რაც გრჩება არის დისკების შეღება, ანუ 1-2 დღე ალბათ მაგაზე წავა და მე უკვე შეგვიძლია თავისუფლად
ერთი თვე თვენახევარი ვიკატავთ მაგანქანით, სანამ გასაყიდად წავიყვანთ, რომ მე უკვე კიდევ უფრო ცოტა დიდი პროექტი ავიღოთ და ცოტა კიდევ უფრო ლამაზი და მასშტაბური ვიდეოები შემოგთავაზოთ. ეხლა კიდე წავიდეთ, ჩვენ დავისვენოთ ეს 2-3 დღე. მე და რომ ალბათ FIFA-ის თამაში გადავაგოროთ. ერო ძალიან მიგებს და მინდა რომ დავამოღალო თამაში. რა მოგამებინე მელოდა. გაიწვა. დავით, მეგობრებო, აბა ნახოთ მე შემდეგ კადრებში როგორ გამოიყურება ჩვენი მანქანა. რას შვებით, სერგო გვეტყვისო. სერგო აწყობს M5-ის ბამპერს. ატარაკე, რასაც ყოფს? M5-ის. M5-ის ბამპერი კი არის, მაგრამ სადღაც დადგეს? აღარ მნიშვნელობა აქვს ხო M5-ის ბამპერი. სამწუხაროდ M5-ზე არ დგება ეს ბამპერი. სამწუხაროდ სულ რაღაც G30-ია, მაგრამ M5-მდეც მივალთ. ახერას მოძრაობს ჩემი. Breakdance. რომ ხელა ხარ, ბუჯო? Breakdance. აკეცაც უნდა იყოს. მოკალი რა? არა, რა უნდა მოკლა კაცი. რა ხდეს ჩემი? BMW-შნიკი პიტერ პარკერი. წავედით, აბა. შენ გაიჯილი ხარ? მოკალი რა? ძალიან ცუდად იქცევა. არ უნდა და სიცოცხლე, ორჯერ ვცადეთ გადარჩენა, ჩვენ ბრალი არ იყო. დავაშეცუშ. ბოდიში. რა ხდება, აბა? რა ხდება და არაფერი არ ხდება, როგორც ყოველთვის. მაგრამ როგორც ყოველთვის დავსვათ. დრაჟენია აქ ბრატ მანქანას. ამ თველი მაგ გამოერცება. აა. ასე მონოხმები იქ რა? წკო. ლამაზია. აი ასე გამოიყურება ჩვენი მეხუთე სერია, იმენა 90-იანებში. მეც მოსმენით ვიცი როგორ იყო, მაგრამ ალბათ ეგრე იყო. ჩვენ დისკებიც ემზადება შესაღებად, უკვე მზად არის, უბრალოდ მოხსნელია და ელოდება თავის რიგს, ხვალ შეიღებება. ბამპერზე რა გადავწყვიტეთ და აი ეს გავაკეთეთ სხვა ფერი, სხვა სტრუქტურის ბამპერისგან განსხვავებული, რომ ცოტა ხაზი გაგვესვა, იმიტომ რომ ძალიან დაიკარგებოდა. ეს შავია, ეს შავი პრიალა, ეს არ შეგვიღებავს როგორც იყო ისეთივეა და ამას არ ვიცი, გაჩვენეთ თუ არა, მაგრამ ნაკაწრები ქონდა დანის რა, ალბათ პარკს რო ხსნიდნენ. სადღაც, იმიტომ რომ ჩვენ არ გავუკეთებია ეგ. ან გავუკეთებია და არ გვახსოვს, არ ვიცი. მოკლედ შევღებით, მაგრამ ისეთი შესაღები იყო და ცოტა სხვა ფერში გავუშვით. ჩემი აზრით კარგით გამოვიდა. მოვედით იმ ეტაპამდე, როდესაც ზუსტად ეს დისკები აღარ იქნება ამფერი და იქნება სრულად შავი. შავ მანქანაზე შავი დისკები ლამაზია, მომწონს, გვინდოდა ეგრე. პატარ-პატარა ნიუანსები გამოგვჭირა, რაც გვინდოდა და ეგრე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ რას ვიზავთ, დისკები მაინც იყოს შავი. გვინდოდა რომ ეს ქრომირებული ნაწილები რაც იყო შავი, რაც იყო ნიკელის შავად გადაგვაკეთებინა, მაგრამ რას ვიზავთ, გვეზარება უკვე დროც ძალიან ბევრი გავიდა. ავაწყოთ მალე ეს მანქანა, ვიკატავოთ 1-2 კარგი ლამაზი ეპიზოდი გადავიღოთ თქვენთვის და სამ. ხო. ხა მივდივარ ზუსტად შესაღებად. რაღაც დეტალები მაინც ექნება შავი მანქანის. ეხლა დისკები შავად თან სიტუაციურადაც დაგვჭირდა რომ შეგვეღება, იმიტომ რომ დაღუნული ვიყიდე, მითხრეს რომ გასწორდებაო ისე რომ არ იქნება შესაღებია, მე ბოლოს რომ გავასწორეთ, აღმოჩნდა რომ შესაღები არის. მოკლედ, ოკეი. არა უშავს, შევღებავთ შავად, რა ვქნათ. უბრალოდ ერთი
5 დღე როგორც მინიმუმ ისე დავკარგეთ ამ დისკების დევნაში, როგორც არაფერი რა. ვიყიდეთ, სანამ მოხსენით, დავაყენეთ, გავშკურკეთ, აღვადგინეთ, მოკლედ ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ ამ დისკების შავად შესაღებად. დღეს უკვე შეღებილი იქნება. დიდი იმედი მაქვს. წავედით. თან ჩვენ სანამ დისკებზე ვიქნებით, მამა და სერგო შეიკრიბებიან და დააყენებენ ბამპერებს ჩვენს G30-ზე და ეს G30 ცოტა კიდევ უფრო F90-ისკენ იქნება. რაც ძალიან მახარებს ვიზუალურად მაინც F90 მეყოლება. ჯერჯერობით ასე, მე იმედი მაქვს, რომ ოდესღაც რეალურად F90-ზეც მივალთ და შევეხებით დავადებთ ეს ხელს გადავ. I keep my mind on, though you never find me broke. And who me? A nigga living life like a G. In that artillery, keeping niggas over me. I can't sleep. Living in these wicked times. Niggas after me, cause they see I'm stacking G's and he. მოკლედ დისკები მზად არის. აი, ასე დევს უკან ფონზე. შავია და ბევრად ლამაზია ვიდრე იყო. მაგრამ სალონში ისეთი ლაკის სუნია, რომ შეიძლება მთვრალი მივიდეს სახში. უკვე მადლობა. Сибирь. Саутма. აგი ნახე როგორ წერია ნახე გამოიწერეთ არხი. ყველაზე საინტერესოს მივადექით უბრალოდ და ვიტყვევი ეს ყველაზე საინტერესო არ არის, მაგრამ არც ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი. ყველაზე საინტერესო ორ წუთში იქნება. როგორ ვიზუალზე დადგება? Yes. Are you ready kids? წლის დასაწყისში ვისაც გახსოვთ BMW-ს ვიდეოში. ვთქვით, რომ წელს დავამთავრებთ სუპრით. იმედია. მაგრამ გეგმა გქონდა. ეგ გეგმა სადღაც შუაში არც ისე აქტუალური იყო უკვე. წლის შუა რიცხვებში, შუა თვეებში უბრალოდ და გადავწყვეტეთ, რომ სუპრის გულიანი მანქანა ჩამოვიყვანა და ეგ გამოგვივიდა და კი იქ აყენია გარაჟის გარეთ. B58 დგას, BMW-ს ძრავი დგას სუპრაში, გეცოდინებათ ალბათ უმეტესობას. იგივე ძრავი დგას, აი აქაც და ნუ ცოტათი მენ შევასრულეთ ჩვენი მიზანი. მაგრამ ჩემი აზრით ესეც არც ნაკლები არის სუპრაზე. რაღაცა, ნუ შეიძლება 5-6,000 დოლარის განსხვავება იყოს სუპრასა და ამას შორის და უბრალოდ სუპრა ზედმეტად რთულად იყიდება თან და ეგ ხელშეგვიშლიდა წინ გასვლაში და ცოტა უკეთესი პროექტებისკენ ჩვენს გზაში ხელშეგვიშლიდა, რაც არ გვაწყობს არანაირად. სხვათა შორის სუპრას ჯობია რომ მერვე სერია ჩამოვიყვანოთ და აი თუ გამოგვივიდა სიამოვნებით მოვუკიდებთ მაგას ხელს. ჯერ კიდევ აი ამ G30-ს ავაწყობთ F90-ზე და იმედი მაქვს მე M-ებსაც მოვუკიდებთ ხელს. AMG-ც არ გამოგრჩება იმედია. აი სერგო იყიდის Mercedes. და სერგო რომ Mercedes იყიდის. და ზუსტად 9 წელიწადში. ჩა ოლექს ნახე რა მაგარი ციკლით დავითრი. შანსი არ აქვს. არა. ნახეთ. ესე იგი ჩვენი დღევანდელი შედეგი და რა ხდება ახლა აქ. ჯერ იმით დავიწყოთ რომ ულამაზესია. ესეთი დონის პროექტი ჯერ არ ყოლია და მომწონს ჩვენი წინსვლა. ვიზუალურადაც ჩანს როგორი იქნება. ჯერ ნახევრად არის აწყობილი, მაგრამ ხასიათი აქვს და მომწონს. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც მინდოდა რომ მეთქვა არის აი ამ ვიზუალს შეხედეთ სრული სიბნელეა და მომწონს ეს მანქანა. შავი მანქანების მიმართ ცოტა კიდევ შემეცვალა აზრი. ბანკი მზად არის შეგიძლია შეასრულოს. ერთი მარტო გლუშტელები შეიძლება? გლუშტელები გვინდა. ხმა.
ჩავკეტოთ. ემის არკებიც გვაქვს, ემის ყრილობებიც გვაქვს. კაპოტმა ჩააჯვა, მაგრამ არა უშვებს. წარმოვიდგინოთ, რომ ემისაა. ჩააჯვა რა, ანუ თავიდან ვიცოდით სხვა ფასი აღმოჩნდა სხვა კაპოტი, მე დავანებეთ თავი, გავაკეთეთ ეს კაპოტი და გავიგეთ, რომ ძალიან ნორმალურ ფასში იყო CS-ის კაპოტი. ხო, მაგრამ M5-ზე რახან ვაწყობთ, უკვე CS-ი არც იყოს როგორც არის, სოლიდური, შავი, მუქი, ბნელი. და უკვე გვიანია ეგეთი გადაწყვეტილების. ხო, რომელი საათი? 7 ხდება. ხო გითხარი საღამოობით ცუდად ხუმრობთ. მოკლედ დღევანდელი დღე აი ასე დამთავრდა, უკვე ვიზუალურად მომწონს. ამაზე